ვაპიაროთ, უნდა? არ უნდა, ხო, ეს მაინც Mercedes-ია. ეს Volkswagen-ია. აი Mercedes უნდა პიარი? უნდა? Mercedes პიარი არ უნდაო. აბა მოგზანდით. ნახეთ. ეს Mercedes-ია. აი მინდა უთხრა, ვისაც ელექტრო Mercedes-ი უნდა, ელექტრო ავტომობილი. აი ნებისმიერი ელექტრო ავტომობილი, ნებისმიერი ელექტრო ავტომობილი არის და იქნება Motors-ის ცენტრში. ახლა მოდი აქეთ კიდევ ერთ მნიშვნელოვანი საკითხი არის. თქვენ ხედავთ, ეს არის ჯეტურებმა უკვე ჩვენ ისიც დილერები ვართ, ჯეტურის ქარხანამ უკვე ჯეტურების სახელი გადაარქვა და საუტისტი დაარქვა, ხო? საუტისტი, რომელიც უკვე უშვებს ჰიბრიდისა და ელექტრო ავტომობილებს. მოგზანდით. იმდენი ჯეტური ყავს და იმდენი ჯეტური გვეყოლება, რამდენიც საქართველოს დაჭირდება, მაგრამ უკეთესი ავტომობილებიც გამოდის უკვე. და ახლა მთავარი. ახლა გიჩვენებთ უკეთეს ავტომობილს, რომელსაც მე პირადად ამდენი ხანია ველოდებოდი. დათო! გამოიყვანი აბა. აი, ახლა მინდა გიჩვენოთ ავტომობილი, რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ქალი გინდა, კაცი გინდა, სტუდენტი გინდა, ახალგაზრდა გინდა, ფასი მისაწვდომი. შეხედეთ. აი შეხედეთ, ავტომობილი 500-დან 600 კილომეტრს გაივლის სავარაუდოდ და აი შეხედეთ. აი შეხედეთ, ვიზუალურად შეხედეთ ჯერ. აი დახვეწილი, გემოვნებიანი, აი ფერი ნახეთ. და ვიღაცა რო იძახის, ბიძია მომისმინე, ჩინეთში ნამყოფი არ ხარ. ჩინეთში არის რა წარმოებებია, ხო? მე შემეკითხე, ჩინეთში არის უმაღლესი დონის ავტოქარხნები, უმაღლესი დონის. აი წარმოიდგინე. აი შეხედეთ უბრალოდ შეღებილი როგორია. 5 ფერია ავტომობილი, ხო? 5 ფერია და სად არის ესეთი მითხარი, სადღებავე, რომელი აი ნებისმიერი ავტომობილი მოვიყვანოთ და შევადაროთ, აი ესე თუ სადმე იღებება ავტომობილი. Rolls-Royce არ იღებება და ახლა შენ იცი და მე არ ვიცი. შენ როცა დაიბადე, მაშინ მე უკვე ავტომობილს ყიდიდი. მოდი. აი შეხედეთ. ზუსტად შერჩეული ფერი. რა ფერიც არის? აი 5-ნაირი ფერია გარედან. შეხედეთ სალონი. აი ანახე მაყურებელს.